გაძიება. ვაკის რაიონს ახალი გამგებელი ყავს. თბილისის მერმა ამ თანამდებობაზე ბაჩო დოლიძე წარადგინა. იგი უგულავამ ახალ გამგებელთან ერთად სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. თბილისის მერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქუჩაზე მდებარე მეტროს დაუსრულებელი სადგურის მშენებლობა შესაძლოა განახლდეს. უგულავას თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს. თბილისის მერი ბაჩო დოლიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ გამგებლის ვალდებულებებზე ესაუბრა. გამგეობის კომპეტენციაში არ შემოდის რაღაცა არ ნიშნავს, რომ გამგებელი და გამგეობა არ დაინტერესდეს და არ დაეხმაროს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ნახოთ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებული პირები რაიონის მასშტაბით დაველაპარაკოთ, შევამოწმოთ, სოცაგენტები ყოველ დამატებით მოვიდნენ, რომ არც ერთი ადამიანი არ დაიჩაგოს. გასაგებია, რომ გზების თემატიკა სახურავების ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც სოციალური თემები, მაგრამ მე მინდა ვთხოვო ყველა რაიონის მაცხოვრებელს, ყველა ვაკის რაიონის მაცხოვრებელს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული და რაც შეიძლება მეტი პროექტი მოგვაწოდონ.